ჯალათი, რომელმაც მიხელ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და სანდრო ახმეტელი დახვრიტა, ეს ზახარ შაშურკინია, კაცი, რომელიც საქართველოში სამუშაოდ ლავრენტი ბერიამ ჩამოიყვანა. 1922 წელს ის ციხის კომენდანტად დანიშნეს. ამ წლიდან იწყება მისი სისხლიანი მოღვაწეობა საქართველოში. შაშურკინი დღეში 30-დან 300-მდე ადამიანს ხვდიდა. ამბობენ, რომ ციხიდან დახვრეტის ადგილამდე ის როგორც წესი ერთ ბოთლ არაყს სვამდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ათასეულობით ტომია დაცული დახვრეტილთა შესახებ, მაგრამ ცოტა რამაა ცნობილი იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ აღასრულებდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას. შაშურკინის სამსახურში ნამდვილი ჯალათი იყო. არც ერთხელ არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, როცა ნაცნობებისთვის უნდა დაეხალა ტყვია კეფაში. ამას სამსახურეობრივი მოვლენებით ხსნიდა. 1940 წელს ის დაითხოვეს. რის შემდეგაც გალოცდა და ფსიქოლოგიური პრობლემები დაიწყო. ხშირად დაუნახავთ ფანჯარაში მდგომი, რომელიც ხელით ცეცხლსასროლი იარაღის იმიტაციას ახდენდა, ვითომ გამმვლელ-გამომმვლელებს ესროდა. შაშურკინი 1942 წელს გარდაიცვალა. ერთი ვერსიით მან სახლში თავი მოიკლა, ხოლო მეორე და უფრო სარწმუნო ვერსიით ის საბჭოთა უშიშროებამ მოკლა, რადგან ფსიქიკა შერყეული შაშურკინისგან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების საშიშროება იყო. თუმცა კომუნისტებმა ის მაინც პომპეზურად, სამხედრო პატივით დაკრძალეს.